გამარჯობათ მეგობრებო. ყველას მოკითხვა ბედნიერება და კარგი განწყობა. ჩვენ კიდევ დავიწყოთ ასეთი ზღოლური ამბები, ჩვენ ხო სხვადასხვა იმას ხან ფილოსოფიაზე, ხან ლიტერატურაზე, ხან ყველაფერზე ვლაპარაკობთ და ამჟამად ეხლა სულთან ზღოლური ცხოვრების ამბავი განვიხილოთ. ეხლა მოვდიოდი ტექსასში ვარ რა, ასე 40-იან გზაზე და მოვედით ასე ამარილოა, ასეთი ჩინეთის ქალაქია. მოვდიოდი ჩემ 1000 რაღაცებს ფიქრობდი და ეს ადგილი სულ ფიქრებს და ფიქრების ადგილია, კაი რაღაცაა რა. მე გაგიზიარებ რა თქმა უნდა ამას და ზოგჯერ არიან ხოლმე რომ ადამიანები ყველაფერზე ლაპარაკობ, ყველაფერი როგორ იცი. უბრალოდ შეიძლება კარგად არ ვიცი, მაგრამ ნამდვილად ეს ინფორმაციის წყაროა რა, აი ტრაილერზე რომ მუშაობ, თეთრ დღე რა უნდა გააკეთო და უსმენ, კითხულობ და სხვა ინფორმაციას ვიღებ და აქედან გამომდინარე თქვენის ნებართვით მეც ზოგჯერ ვილაპარაკებ და თქვენთან ერთად. ამჟამადაც ახლა რა სიტუაციაში ვართ? ახლა გადავედით ზღოლურ ამბავზე, მოვდიოდი და უცბად გადაიკეტა გზა, გადაიკეტა კი არა, საცობია. არ ვიცი, რაღაცა მოხდა. ეს ისეთი ადგილია ამარილო, ძალიან იშვიათად რომ ამე იყოს გზა გადაკეტონა რაღაცა, დიდი ქალაქი არ არის. აი მოვედი და გავჩერდი და მომიყვები ახლა ამ იმას. და ჩვენერი გულ ამბავში ჩვენ ხო გვიყვარს ხოლმე ლატარიეს ვიქტორინის გათამაშება. გავათამაშოთ ჩვენი ვიქტორინა, ცოტა გავერთოთ. კითხვა, რა ხდება, რა მოხდა? რამდენიმე მიზეზია. ამ საწეთი მოხდა, ავარია მოხდა და იმიტომაა გადაკეტილი გზა. ან სარემონტო საშუალება აქია გზას აკეთებინა იმიტომ თუ რა ვიცი მესამე რა ვარიანტი უნდა იყოს. ეხლა ბუნებაში არა ვარ ჩვენ რაღაცა ხე ან რაღაც ეს რა ქვია ბუნებრივი რაღაცას მოვლენა იყოს რა, ასეთი რაღაც არ არის. იმიტომ კაი ამიდიც არის, ჩვენიერი ამიდია 19 გრადუსი სითბოა ცელსიუსი. ერთ სიტყვით გავათამაშოთ არა მეგობრებო. ჩვენ ამდენჯერმე ასეთ რაღაცა გავიკეთებია და გახსოვთ არა ზოგჯერ საცობებში რომ ვიდექით ხოლმე და აი ახლა ეგ გვერდზე მანქანა მიდგას და იმხელა მუსიკა აქვს ჩართული დაანგრია ის დისკები აქვს ჩართული რა იმაში მანქანაში და ნახეთ ბუ აი მე მესმის უყურე რავი შიგნით რა იქნება აი მანქანაში აი ხარ ბატონები გადმოვიდა ახალია თუ კაცი ვიმე მანქანა გავუფრთხილე რა დარნიკის ის მესმის და იამ აი მერლი ის რო იყო თორდაკ ის რო იყო კაცო მერლი თუ დამავიწყდა ის თმებს რო ეკეთებდა იმის ზემლიაკია ეთქობა და მუსიკა ჩართული მაგრამ რასაც ჩადრა იმ მანქანაში და რასაკეთებს ამის ალბათ დაგვეწევა და სარკეში ხედავთ რაღაცას უჩქიპინებს იმ მანქანას რომ მუსიკა არ აქვს გამორთული ხედავთ აი დამავიწყდა კაცო ეს მომღელარი რომ მენი მანდრო თუ კარა ეს მომღელარი რო ზიან მაიკი იმის ემლაკია თავზე აი ეხურა რა აი თქო ხო იცი თმები რო ქონდა და მე შეხურული ისა შეფუთული რო ქონდა ის ტიპი იყო ვა მომღერარე ვერ გავიხსენე კაცო ეს შემახსენეთ მეგობრო მე აი დავანებოთ ესე ზღოლური წვიმანები არა მეგობრებო ნახეთ უკვე როგორ არ ღვევენ ეს უკვე საერთოდ ხასელები ხო ძალიან როგორ გითხრათ ცოტა მობლატო ტიპები არიან ახლა ამერიკაში იქიდან გზიდან გადახვიდე მინდორზე ასეთ რაღაცა ძალიან იშვიათად ესენი უკვე გადადიან ტროტუარზე და ეტყობა იქიდან იან წრეს ეხასია მაინც მოხლებათ ეს ამერიკული და მებრძოლი სული
იქით და ბალახებზე და იქით ტრასაზე გადავიდა. ეხლა მაგას მე ვერ გავაკეთებ. რაღაცა უყურეთ, აი ეს სახანძრო მანქანა, სავარაუდოდ ალბათ ექსიდენტი ანუ ავარია მოხდა. ისეთი მშვენიერი ამიდია, კარგი ამიდია და ვიღაცას ისეთი დღე დაუდგა. ეხლა როგორ რაღაცა ეხლა ავარიაში რომ მოყვები. საერთოდ ავარია ასე თუ ისე რა თქმა უნდა არასასიამოვნო მომენტია, მაგრამ აქ ზოგადად ხო იცით ყველა მანქანა დაზღვეულია. რო არ დააზღვიო მანქანა ჯარიმა მოგივა და ასე თუ ისე ადვილად იჭრება ეს ავარიის საკითხები. სადაზღვეო კომპანია ეხტის იმპულს თუ დამნაშავისა დაზარალდი და ამის დამაგვარი აქეთკენ გიხდის სადაზღვეო კომპანია. ეხლა ჩვენ დროს მაინც ძნელია, ეხლა ჩვენ ყველა ხო არ აზღვევს, ეხლა საქართველოში მაინც ყველაფერი ფულთან არის დაკავშირებული. თორე საერთო ჯამში ცუდი რაღაცა არ არის ეს დაზღვევა. კი, ეხლა თავიდან შეიძლება იფიქრობა, ყოველთვის უნდა გადავიხადო თქვა 200-250 ლარი თუ რავი რამდენიც არის. ცოტა არ ხსიამოვნებს, მაგრამ საერთო ჯამში მაინც კარგია რა. ეხლა არ ვიცი, ალბათ საქართველოში ყველა არ არის ვალდებული და აზღვევს, მაგრამ ამერიკაში და ევროპულ ქვეყნებში ყველა მანქანის პრობლემა უნდა დააზღვიოს. მანქანა ამურიცხულია. ერთ-ერთ დარღვევად ითვლება თუ დაუზღვეველი მანქანით დაიწყებს სიარულს ქალაქში. მოდი ახლა მე ასე ახლოს მივაყენებ, ვიცი იქნება ალბათ უბრალოდ ხეში არ დავიკავებ ამ ჩემ ტელეფონს. დავამაგრებ შტიგზე და მoni ვახლოვდები და ნახოთ აბა რატოა ასეთი საცობი. ჩვენ ადრე ნალაპარაკები გვაქვს, რომ ვინც ტრაილერზე იწყებს მუშაობას, ამისთვისაც უნდა იყოს რა. ყოფილად ხო გახსოვს ერთხელ 10 საათი ვიყავით, 16 საათი ვიყავით საცობში. მაგრამ ამიტომ უნდა მოემზადოთ. ეს არ ამგონია დიდი საცობი იყოს, სავარაუდოდ ალბათ ახლა გავივლით ამ ავარია მოხდა და ალბათ მე დავიწყებით უფრო სწრაფად. აბა ნახოთ ვენახი. ნახოთ ვენახი. სახანძრო არ ხუშებს ესე კარგი მანქანა. კარგი კაცო. აი ესე ზოგჯერ არის ხოლმე რომ აი ესე კუდით გავათამაშე რომ არ მატარებდა და შეეშინდა და გამატარდა. ზოგჯერ მიქვიც ხოლმე რა ამხელა მანქანა გადი რა გვერდზე ხო თან ვისაბარ ჩართული რა ხიერას. ავაროდნიკი რა ვარ გითხრობენ რა. რაცა გამოჩნდა. ეს მარცხენა მხარე განთავისუფლეს მარტო ერთ ხაზზე ვიტყვართ. რაღაცა თითქოს არ არის. ისე ამაგარია რა, რომ ადამიანს უფრო ინტერესებს ხოლმე განსაკუთრებით ავარია რაღაცა მოხდება ხოლმე. ზევაკი, უსულად ამბობენ ხოლმე ზევაკი, რომ აინტერესებს ყველაფერი ხათურად როგორ არის ზევაკი, არ ვიცი. აი გონი უახლოვდებით და აბა ნახოთ რა ხდება. თითქოს არაფერი არ არის. policijs mანქანა ისევ სასწრაფო. გერარი მე მარჯვენა მხარეს მოტოციკლი შეეჯახა. ვერაფერს ვერ გავიგე. გაფუჭებული მანქანა არ არის, მოტოციკლი არ არის გაფუჭებული.
იყო ეს მეგობრებო? მე გაიგეთ რა იყო? მე ვერ გავიგე. არაფერი ნავარიები არ იყო. უბრალოდ მოტოციკლი იდგა მანქანასთან, ნაჯახები არ იყო, არაფერი. რომ ვინ არის გამარჯვებული? მგონი არავინ არ არის, არა გამარჯვებული. ნამდვილად ეხა ავარია არ იყო. ცუდად გზას არ აკეთებდნენ. ასეთი რაღაცა გაგიგიათ, ვიქტორინა გამოაცხადე და გამარჯვებული ვერ დავადგინეთ. არა, შემდეგში გამოაცხადოთ სხვა რაღაცაზე ვიქტორინა. მოდი მეგობრებო, ვიდეო რო ცოტა ძელი იყოს, ერთ კითხვაზე გავცემ პასუხს ჩვენ მეგობარს, იმიტომ რომ წინა იმეებში რაღაც კითხვების ის რომ მქონდა, იქ გავეცი პასუხი და ადრე კითხა რაღაცა იმ სასტა იმ გოლში არ ჩავს. მე მეორეშიც რომ მქონდა და რაღაცნაირად გამომჩასავით. კი არ გამომჩა, მახსოვდა, მაგრამ უბრალოდ ეს კითხვების იმაში ვერ ჩავსვი და ეხლა ჩავსვავ ამ ჩვენი მეგობრის ნიკას კითხვას. ნიკა მეკითხება, ბატონო აკაკი, შეგიძლიათ რამე ისეთი არაორდინარული მოყვეთ თქვენ ამერიკულ მოგზაურობაში, თუ არის საშუალება რომ მოყვეთო რა ისეთი განსხვავებული შემთხვევა მოგყვევითო თქვენ ცხოვრების ცხოვრებაში რა. დავით იცით მეგობრებო, მქონი ასეთი შემთხვევები რომელი გავიხსენო ყველაზე ალბათ ცნობიარე და სტამბეჭდავი იყო, როდესაც მე მომეზადები კიდევ გავიხსენებ უსვათ ერთი მახსენდება წეღანას თქვი ერთხელ აი წინა ვიდეოში თქვი რომ ერთხელ იმა დავიწყე აქვია იმას ტაქსზე მუშაობა ახალი ჩამოსული ვიყავი კანსერვიზე და კარგად ხუჩები არ ვიცოდი რა და ჩამიჯდა მანქანაში ზანგი კალბატონი რა დაივით ბრაიტონზე ცხოვრობს იქ მე-17 ეგზიტის ნაცვლად მე-15-ში შევედი აი ის ნიუ-იორკი რო ეხლაც არის ვაიმე ამ ხალმა რო დაიწყო წივილ-კივილი რეალი ჩავილი ზანგი იყო მეთქი ქალბატონო დაწყნადი ჩემო მეგობარო გაგიყვანდა ვინა შენი მეგობარი ხვირო და ჩხაოდა აი ამოდგენთ ახლა ავნერიულდი ჯეგზა არ ვიცი და მე ასაკეთებდა ეს ქალბატონი დაურეკა ვიღაც ბოიფრენდი იყო და ფარი იყო და ჩემზე აი დეგენერატიო ბავშვი არის ისო გზებიო ჩემზე იწახის და სადღაც ვიყავარო რა და იქ თან მეუბნება აი შენ რომ მიყვანო შენ გიჩვენებო შეესო რავი ნუ ქალბატონო დაწყნადეთ მეუბნები და რა შენც არ მომიტო ეხლა როგორი საქმეა კივის და ულახტი რადგან შემეშინდა მეთქი ეხლა თან გაგონილი მქონდა რომ ის ნიუ-იორკი კრიმინალების ის არის რა უბანი და როგორც იქ და მივედი და აი ეს მეთქი ვახ ეხლა მოევზადე ჩემი პურად რაღაც ვიცი მაგრამ რა ჩემი პურად რა უნდა მოევზადო სადღაც ზანგების უბანში მიდიხარ და როგორც იქნა მივედით და გამოვიდა მეგობრებო ერთი 4-5 კაცი აი ესეთი კაცი რა 35-40 წლამდე ახალგაზრდა მამაკაცები აი კინოებში როგორ განახული და უკან გამოვიდა აი ვებეთე რა კაცი ასე სახე გაბრაზებული ტაისონს რო ახლა და ვინ ახარო მე მეუბნები მეთქი ვინა ვარ და აი ასე არ უთქია მაგრამ არიციო სად უნდა მოხვიდე და სანო წახვიდეო უთხარი რავი შემეშალა არ ვიცოდიო და ვიყურა და მოვიდა ეს ზანგები მოვიდა და ასე გამჩხრიკეს გამოვშა საფუთი მაჩვენეოში მეთქი ვაიმე ესენი მე მეთქი რა საფუთი ისრაბობდა უკვე ფიქრობ რომ აი დამბრიდავენ რა აი წარმოიდგინეთ რა ჩემ გულში რაღაც ის ჩემ გულში რა იყო რა იმენა ეხლა რა დაგიმარო და მაგრა შემეშინდა ეხლა ზანგებში ის ნიუ-იორკში ღამის 11 საათია ზანგები და მთელი მანქანა გაჩხრიკეს გამოჩხრიკეს შევიდნენ ეს გამოიღე აი ვეფერე და ასე გაბრაზებული მეყვა და წადი აქიდან და აქ არ დაგინახულო შემდეგში აი მე ჯერ ხო ეს თავმოყარება ხო ასეთი ტემპი რო გელაპარაკება ჩემზე იმოქმედა ამან რომ მიტყვიან სისხლი ამიდუხდა მაგრამ რა გინდა რო ქნა
აგინდა რომ თუნდაც წამოვედი, მაგარი დამცირებული ვიყავი, მაგრამ რაღაცა და ვიცი ერთი 9 საათი, 1 საათი ცოტა აზე ვერ მოვედი და მე კი გავაანალიზე რა მოხდა და რა მოხდა მეგობრებო, რატომ მიმიღეს ასე ცუდად, საერთოდ ზანგები და ეს შავკანი არ არიან ცუდები, მაგრამ ბიზნესი არ უნდა მისე. ესე იგი ეს ქალი იყო, მე გავიგე უკვე, ხო იცი ტაქსისტი ყველაფერს გეგურობს. კურიერი იყო, კურიერი ან წამლის მიტანა მოტანაში რა. და ამათ შეეშინდათ რომ პოლიციასთან შეკრული ვიყავი, ანის ვიყავი და ყველანაირად აირო ეთქვიან გამშვილეს რა. მე უკვე მაგ რაიონში მეხუთე ბრაიტონზე არის ქალზე, მე ვიმუშავე წელიწად ნახევარ ვიმუშავე და მე გავიგე უკვე რომ ეს დრაგ დილერები ისინი ხო კიდიან ამ წამა ტელეფონები წამანი ხოლმე მიიტანო და ეს ქალბატონი იყო ამ წამის მიტანი რა ნარკო დილერებთან დილერებთან რა ხო ალბათ დილერი იყო და გადავში რა ეხლა ხო შეიძლება ადა გაგონილი მქონდა რომ ზანგი რუბნებში ისე გაგიხრიან განას ისე გამოგიჩრიან რაღაცა და ისე გაგანადგურებენ ვერც თვალს და იმას ვერ იპოვიან ის მიგაბრიდავენო და ეს იყო ესეთი ძალიან ექსტრემალური და განსაკუთრებული შემთხვევა ჩემ შემთხვევაში ჩემ ამერიკულ ცხოვრებაში ელე მოგესალმებით მეგობრებო მე უკვე ამერიკულ იმაში მოვყევი ციხეში 2 თვე ნახევარი ვიყავი და უკვე ეს სისტემა შევისწავლე და რო იტყვიან თამაშის წესები შევისწავლე და მე ციხეში მიმდინარე პროცესები და ასეთი ამბები ჩემ წიგნში მაქვს აღწერილი მოგზაურის დღიურში და ამ ციხეში ყოფნის დროს უკვე დავამუღამი ამ ზანგების და ამ კრიმინალების ცხოვრების წესები განსაკუთრებით ნარკოდილერების და სასურველია მაგათთან საქმე არ გქონდეს მაგრამ იმდენი დაცვა მაინც ვიცი რომ შემთხვევით თუ მოხდებიან რაღაცა როგორ გამოხვიდე მდგომარეობიდან ყველაზე მარტივი არის იცოდე თამაშის წესები და იმ თამაშის წესებში არ ჩაიჭრა ну რა თქმა უნდა არავითარ შემთხვევაში მაგათთან ურთიერთობაში არ უნდა შეგვიძლია მე ვგულისხმობ ბიზნეს ურთიერთობებში იმავდაპირებაში და ასე შემდეგ მაგრამ ეხლა თუ შემშავი შემთხვევით მოვხდი აკროჯურია იყო წნარა ჩვიდად და თავისთავად მოგვარდება თავადია არა ვარდე მე როგორც ვამბობ გამახსენდა ერთხელ ეტო სასახელსეთ კაი რაღაცა იყო აიტო ტაქსისტად რომ მუშაობ ძალიან ბევრი ისტორია აი ხა მე დავждები და ამას გავიხსენებ და აი რაღაცას მოვყვები ხვითე ტაქსი არ ვიყავი ისე ხარ სერვისზე ვიყავი და რაღაც აი ბედპარკზე ვიციციან აი აეროპორტის ხარეს რომ მიდიხარ იცოდე ისეთი ადგილია რა დასახლება არ არის მიყვები აი ცხენები და ისო არის რა ვიც ნიუ-იორკში ცხოვრობს მიხდება რასაც ვამბობ და ხედავ რომ სამი ბიჭი და 4 გოგო რაღაცა დგანან მან 2 მანქანა გაფუჭებული გას მანქანა და ხეს მიქნევე რა ყველას უქნევენ და არავინ არ რჩენებს რა ჩვენთან ის კი არა ტაქსისტისა და შემეცოდე და გავი აუ ძალიან თქო ეს კი საერთოდ ამერიკაში არ იციან ხოლმე რომ მიდიხარ იმაზე ჰაივეიზე თუ მანქანა გაგიფუჭდება არ გაგიჩერებენ მითები გაივლიან და ასფალტზე ყურადღებას მაგრამ მე გავაჩერე და აუ ძალიან თქო აი ინდუსები იყვნენ მასინა ხო ის ინდუსები და პაკისტანელები როგორ ყვანან ერთმანეთს თავის ნაციონალურ ფორმაში არიან და ძალიან თქო აი ჩეპეში ვართო და მიგვიყვანე ერთ ადგილასო და ეხა პატარა მანქანა მყავდა რა ქცევს ფორდი და ვაკაცი მანქანაში არ ჩამვიდა საერთოდ ნიუ-იორკში 4-ზე მეტი არ შეიძლება თუ 4-ზე მეტი გიზის მანქანაში ჯარი მაქვს არა მე თქვი ძალიან გეხვეწე და აი ეს ზედახურასავით იყვე მაგრამ შევამჩნევ აი ჭრელა ფორმები ქონდა და თუმე რა მოხდა ამაც რაღაც ხორჭილი ქონიათ ამ სიტეპატა და რაღაც წავიდი რაღაც ტანსაცმლის გასაკეთება და მანქანა გაუშვიდა ის ერთი მანქანას გაუშვიდა მეორე მანქანას გაუშვიდა იმას ელოდებოდნენ პატარა დარბაზი იყო სადაც ხორცილებდა გაზა ეს ელოდებოდნენ და ვერ აჩერებდნენ მანქანას რა თან მაშინ მობილიზე კიდეკანა მაიტყვა ვერავის ვერ პოვლობდნენ და აი ესე ასე დახუნძრული ამ სიწეპატაცი მე მივადები ამ დარბაზს და იყო ეს პაკისტანელების ხორცილი თავისი ეს ნაციონალური ფორმები თიმეები თამეები და
რომ მივედით, ხალხი იდგა რა შესასვლელთან და ელოდებოდი, იმიტომ ამათ უკვე დაგვიანებულები იყვნენ, რაღაც 1 საათი თუ საათნახევარი დაგვიანებულები იყვნენ და რო დაინახეს ეს მშობლები თუ ვინ იყო, თავიდან შეშინდნენ, რამე ხوار მოგივიდა, ის ხوار მოგივიდა და მე რო გაარკვეს ყველაფერი შვიდად და წყნარად მოხდა. ეს მოღუშული სახეები გაუნათდა და შევიდნენ და მე ხო ვაპირებდი წასვლა და არა უძმაო შენს ადგილი ხარ და მოდიო და პიტაპი შემიყვანეს ქორწილში ვიჭეკი 1-3 საათი ვიჭეკი კაი თავისებური და აი დიდი პატივისცემაში დამსვეს ისეთ საპატიო ადგილას და დავესწარი პაკისტანელების ქორწილს თავისი ცეკვებით თავისი მოიც როგორც არის ან სამწუხაროდ მასე ვიდეოებს და იმებს არ ვიღებდი და კაი მოგონებათ მომხება ეს მომიტყვიან ზოგი ჭირი მარგებელიაო ზოგჯერ დაიძაბები კაი სიტუაციაში მოხდები მაგრამ ზოგჯერ დაიძაბები და იმას ფიქრობ რაიმნაირად მშვიდობიანად გამოხვიდე მაგრამ ესე ცხოვრება ცუდი კარგი ცუდი ერთმანეთს ვია და ჩვენც მოდი ყოველთვის კარგისკენ კონდეს აი ეს არის ჩემო ნიკა აი ჩემი ორი მოგონება და მე კიდევ გავიხსენებ და რაღაცებს მოხდები შეძლებდა და გვარა თუმცა ჩემ ციკლში ბევრი აღწერილი მაქვს რაღაც ისეთი საინტერესო სიტუაციები ეხლა კიდევ ვცდილობ ვიდეოთი გადავიღოთ თუ გამომივიდა ფოტო არა და ნუ ყოველ შემთხვევაში ვიდეო საშუალება გვაქვს და თხოვოთ უფალს რომ აი საინტერესო სიტუაციებში ჩავარდეთ, დავაფიქსიროთ და დავიმუხტოთ დადებითად. კარგით მეგობრებო, დაგემშვიდობებით. მომავალ საინტერესო ვიდეოებში შევხვდებით. იმედია.